მოგესალმებით, მეგობრებო. ვენერა როგორ ავლენს თავს პირად რუკაში, ამაზე მინდა გესაუბროთ დღეს. ნიშნებში როგორ ავლენს თავს, გარკვეულწილად ასპექტებსაც ავხსნი. მაქვს ადრე ვიდეო ვენერაზე, ვრცელი ვიდეო ჩაწერილი რამდენიმე წლის წინ, მე მგონი, მაგრამ არ მქონდა გაშლილი მაინც ზოდიაქოს ნიშნებში და ამაზე მინდა კიდევ უფრო ჩაგიშალოთ, ესე ვთქვათ. როგორ შეგვიძლია დავინახოთ თუნდაც პარტნიორის რუკაში ვენერა მაგალითად მისი სურვილები, მისი ესთეტური მხარე, მისი შინაგანი გრძნობები როგორ ვლინდება, ან ჩვენი მაგალითად როგორ არის მოთხოვნილებებიში და როგორი პარტნიორული ურთიერთობები უნდა ადამიანს, როგორი საზოგადოებასთან ურთიერთობები უნდა ადამიანს, იმიტომ რომ ვენერას როცა უყურებთ რუკაში, აი ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ აი ვიდეოს რო ვდებთ თუნდაც ნიშნებს, აი ზოდიაქოს ნიშნებში, მაგალითად თვარეებს მდებარეობას, მაგალითად მზის მდებარეობას, მგონიათ ხოლმე რომ ეს მხოლოდ ძეზე არის საუბარი, ან განსხვავება რა არის მაგალითად, ხო, აქ ნიშნებში. და განსხვავება ის არის მეგობრებო, რომ ყველა პლანეტას აქვს თავისი ფუნქცია, თავისი განზომილება, თავისი სფერო. აი ვენერას სფერო განზომილების ეს არის გრძნობები, ეს არის რითი ვტკბები, რითი შემიძლია სიამოვნების მიღება ამ ცხოვრებაში და როგორ გამოვხატოთ ჩემი გრძნობები, რა მომწონს ჩვენი ესთეტური მხარე, ჩვენი გრძნობადი მხარე. აი წინაზე რომ ჩავწერე მთვარეზე ვიდეო და ეს იყო ჩვენი გრძნობები, მაგალითად უფრო ემოციური საწყისი ბოდიში. უფრო სხეულთან კონტაქტი, სხეული როგორ იტევს იმ ყველაფერს, რაც გარეთ ხდება, ხო? ან რაც შიგნით ხდება, მაგალითად. აი ვენერა არის უფრო როგორ შეუძლია ადამიანს გრძნობად, აი შეხებაში მოიყვანოს უკვე გრძნობად, რაღაც გრძნობად ემოციებში. ის რაც გარემოში ხდება. ვენერას ენერგია ზოგადად ჩვენთან ეს არის მაგალითად რა გვანიჭებს სიამოვნებას, რა ხიბლავს გარემოში ადამიანში, მაგალითად არ აქვს მნიშვნელობა და ასევე რა ხიბლავთ ჩვენში. ნიშნების მიხედვით, რომელ ნიშანშიც არის ვენერა, აი გვავლენთ თავს ესთეტურად, ლამაზად. ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა დაზიანებული იყოს ვენერა, ხო? აქ ასპექტებსაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მაინც მიანიშნებს, სად ვავლენთ თავს ესთეტურად, სად მოვწონვართ ადამიანებს, ან სად გვაქვს რესურსი, რომ მოვეწონოთ ამ ადამიანებს, ხო? იმიტომ რომ ეს არის, რომ თუ არის დაზიანებული ვენერა, არის პოტენციალი, რომელსაც ვერ ავლენს ადამიანი, ხა ვერ იყენებს, ბევრი სხვა ტრავმების გამო მაგალითად, ხო? არის მნიშვნელოვანი ჯერ პირველ რიგში ნიშანს უყურებთ, მაგალითად, როგორი არის ადამიანის ვენერა გამოხატული, გრძნობადი სამყარო, ესთეტური სამყარო, რა სურვილები აქვს მას, როგორ უყურებს სამყაროს, რა თვალებით, აი ვარდისფერი სათვალე, როგორც წესი ვენერასთან არის. მე მინდა მეტი სილამაზე დავინახო ამ სამყაროში, მე მინდა შევქნა ეს სილამაზე და ამიტომ, როდესაც მაგალითად კუროში ყავს ბევრი პლანეტა ადამიანს, ან საასწორში ყავს ბევრი პლანეტა, როგორც წესი მმართველთან, ანუ ვენერასთან გავდივართ, იმიტომ რომ ესე იგი ეს ვენერას თვალით უყურებს ადამიანი ამ სამყაროს, მაგალითად ასციდენტზე, როდესაც ვენერა ზის, პირდაპირ ეს დაბადების წუთი არის, წამი არის ჩვენი ასციდენტი, რა დავიბადე, რა დავინახე პირველი, როგორ აღვიქვი ეს სამყარო, ეს როგორც წესი ვენერა, როცა პირველ სახლზე ჯდება, ამ ადამიანმა დაინახა როგორც ვენერა, ის როგორც სილამაზე უნდა ან შემოვიტანო, ან დავინახო მაგალითად, ხო? აი ეს ვენერას ფუნქციები ეს არის, მე მეტად მინდა გავალამაზო, ან ჩემი თავი გარემო ხელოვნებაში ვიყო მაგალითად და ხელოვნება არ ნიშნავს მარტო ხატო და რაღაც წერო, ან მუსიკა შევქნახო. ხელოვნება არის, აი როგორ შეგვიძლია ჩვენ ესთეტურად გამოვავლინოთ ჩვენი თავი, გავალამაზოთ ქალების კუთხითაც, მაგალითად, კაცების კუთხით, როგორი გემოვნება აქვს, როგორ ქალს ეძებს მაგალითად, ხო, რა შარმი უნდა ქონდეს მის ქალს, ეს როგორც წესი ვენერასთან არის ხოლმე დაკავშირებული. ეს შედარებით მოკლედ გიყვებით ახლა, როცა მაგალითად ასტრო კურსი როცა მაქვს, იქ პირდაპირ თერაპიულად მუშაობთ ხოლმე, ფსიქოთერაპიულად მუშაობთ ამ ვენერაზე, ხსნით უკვე პირდაპირ პირადი რუკებით. მთელ კონტექსტში ვხსნი ვენერას, მთელ ასპექტებში, რომელიც სახლი არის, როგორი ასპექტები აქვს და მთლიანობაში, როგორც წინაზე მთვარეზე ჩაგიწერეთ, რომ მთლიანობაში ვხედავ ადამიანის შინაგანი ემოციური სამყარო როგორი არის, აი გრძნობადი სამყარო როგორი არის, ამით ვენერას უყურებთ. მაგალითად, პირად ურთიერთობებშიც ვენერა ერთ-ერთი გადამწყვეტი არის
რომ უნდა ემთხვეოდეს რაღაც დონეზე პრინციპებით, ხო აი ჩემი ვენერა, პარტნიორის ვენერა უნდა იყოს აი გარკვეულწილად ერთი რაღაც ენერგია მსგავსი უნდა იყოს, რომ მე მოვიხიბლო, ან ის მოიხიბლოს, ან გაჩერდეს ეს მომხიბლელობა, ხო? რაღაც დონეზე. უბრალოდ ერთს გეტყვით, ვისაც გაინტერესებთ ასტროლოგია სწავლობთ თქვენთვის მაგალითად, ჩემნაირად რომ წლები არ მოიაროთ, ისე ვცდილობ ხოლმე რომ ეს ინსტრუმენტები ჩაგიგდოთ, ვენერას მარსთან ერთად განვიხილავთ საერთოდ. ერთი არის მე რა ესთეტურად მომეწონა და აი თუნ პირად ურთიერთობებში ვთავთ ვენერას, მაგალითად არ არის მარტო პირად ურთიერთობა, თუნდაც საზოგადოებასთან, ხა ჩემ ვენერას როგორ გამოვხატავ, აქ მარსი არის მნიშვნელოვანი. მარსი უნდა იყოს გადამწყვეტი, მე რომ რაღაცა მომწონს, ამის მიღებას როგორ ვახდენ, ამის მოპოვებას როგორ ვახდენ, ხო? მებრძოლი ენერგია, მამაკაცური ენერგია არის მარსი ჩვენთვის, რაც მომწონს, ის უნდა მოვიპოვო. აი როცა ამათ შორის ნეგატიური კვადრატი არის, ხოლმე მე ბრაზდები რაღაცას, რომ ვერ მოვიპოვებ, ის კი არა რომ ჩავდო ენერგია რომ მოვიპოვო, რატომ არა მაქვს ის რაც მე მინდა. გარკვეულწილად უფრო იმპულსური ბრაზი მოდის, იმპულსური აგრესია მოდის, ვიდრე ის რომ ან მე უნდა უხეშად ვიბრძოლო იმისთვის რომ მივიღო ის რაც მე მინდა, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის როცა ნიშანზე ვაპარაკობთ ვენერასი, გავითვალისწინოთ აუცილებლად რომელ სახლში ერთ და რა ასპექტები არის, იმიტომ რომ სტრუქტურულად ეს მთელი ენერგია ცვლის ვენერას ისტორიას. ცვლის არა ის რომ ახლა ამ ნიშანში ერთ და ის საერთოდ აღარ არის. არა, აი ფაზურად იდება. აი ეს ნიშანი, ეს სახლი, ეს ასპექტი, მეორე ასპექტი, მართველი, აი ეს ყველაფერი ესე იდება და ფაზურად მე მთლიან სურათს ვხედავთ, უკვე გრძნობებში რამდენი პალიტრა არის ადამიანში, ხო, რამდენი ემოცია შემოდის, რამდენი ენერგია შემოდის, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე და მან რა თქმა უნდა მარს უყურებთ, როგორ შეუძლია აი ეს ვენერას გრძნობები აი ცოტა სექსუალურ ენერგიაშიც გადაიყვანოს, ხო, სექსუალური ენერგია ის ბრაზის ენერგიაც არის, აგრესიის ენერგიაც არის, ვინ როგორ იყენებს ამას, მაგრამ აი სექსუალური შტრიხი ამას მარსიანული ენერგია ჭირდება. თორე შეიძლება მე მომწონდეს და მარსი თუ სუსტი მყავს, მე უბრალოდ მომწონდეს და არაფერი არ გავაკეთო იმისთვის, რომ ის სურვილები დავიკმაყოფილო. ეს არ ეხება მარტო სასიყვარულო სფეროს, ეს შეიძლება ეხებოდეს, რომ მე ლამაზი ცხოვრება მინდა და მაგრამ მინდა და ამისთვის არაფერს არ ვაკეთებ. ან ეს მარსიანული ენერგია არ არის, მაგალითად, ან შეიძლება იყოს აქ მარსიანული ენერგია გადაჭარბებული, რომ მე ზედმეტად აგრესიული ვარ, მაგალითად, იმ ჩემი სურვილების დაკმაყოფილებაში, ზედმეტად კონფლიქტში შევდივარ და შესაბამისად, ეხლა თუ არის კავშირი ამათ შორის, ან თუნდაც მარსი არის მაგალითად ძალიან დაზიანებული და ვენერა კარგად არის სიტყვაზე, მე შეიძლება გრძნობებში ძალიან ლამაზად ვავლენ თავს, მაგრამ იქ მარსმა იმხელა აგრესია შეიძლება გამოავლინოს, მე რაღაცები გავაფუჭო, ამიტომ სინთეზში უყურებთ ხოლმე როგორც წესი, რა თქმა უნდა, ჯერ ვენერას მთლიანად შევისწავლით და მერე მარს უყურებთ, აქ როგორ ავლენს მარსი უკვე თავს, ხო? ამასაც ვაკვირდებით. ახლა მნიშვნელოვანი არის პლანეტების შემოსვლა ვენერასთან, იმიტომ რომ ის ფაქტობრივად უკვე სტრუქტურას უცვლის ვენერას, უმაღლესი პლანეტები განსაკუთრებით მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ჰარმონიული ასპექტი არის თუ ნეგატიური ასპექტი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ჰარმონიული ასპექტის შემთხვევაში ეს არის მიზიდულობა, რომელიც მომდის და მე ამისთვის არაფერს არ ვაკეთებ. ან კარგად არ ვაკეთებ, ანუ ის კი არ არის რომ მე უბრალოდ ესე ვიყებ. აქ არის იმაზე რომ რაღაცნაირად ადამიანი ამ ვენერას ენერგიას ხსნის ძალიან ლამაზი ფორმით, ხომ? და იქ იქნება მაგალითად ვენერა პლუტონი, მძაფრი ემოციები, ღრმა ემოციები, რაღაც შინაგანი სიღრმე ქალისთვის განსაკუთრებით, რომ აი შინაგანი ემოციური სიღრმე აქვს ადამიანს, გრძნობადი სიღრმე აქვს, დიდი სამყარო მაგალითად ესე ვამბობთ ხოლმე. ოღონდ ნეგატიური ასპექტი აქ გამოვლენდა ისე რომ მე ძალიან ძაფრად მაქვს ეს მესაკუთრეობის განცდა, ჩემი მინდა რაღაც იყოს ბოლომდე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ვენერაში მეპარება ეჭვი, რამდენად ლამაზი ვარ, რამდენად მომხიბვლელი ვარ, რამდენად ღირსი ვარ საერთოდ, ანუ სიყვარული ვენერა და პლუტონი ტკივილი ერთად განიცდება ხოლმე ადამიანში. მე უნდა მეტკინოს ეს წმენა წარმოდგენა არის უკვე ადამიანში, რომ მე რაც მომწონს ის მხოლოდ ომით, ბრძოლით ან
ისე მოიპოვება, ტკივილით მოიპოვება, არაცნობიერში ესე არის ხოლმე. ამიტომ ნიშნებთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი არის ხოლმე ასპექტი. მე თუ მკითხავთ, ძალიან სერიოზულად ვუყურებ უფრო ასპექტებს ხოლმე, ნიშნები ეს როცა კვადრატურა შემოდის, შეერთება შემოდის ვენერა პლუტონის, ის აბსოლუტურად უკვე ცვლის იმდენ რამეს, იმხელა ემოციას და ენერგიას იძლევა ხოლმე, რომ ადამიანში ჩემთვის ძალიან ბევრი რაღაც არის ხოლმე, უკვე თუნდაც ამ ერთი ასპექტით ძალიან ისე გასაგები. ეხლა მე რა თქმა უნდა ცოტა ისე ღრმად ვლაპარაკობ ხოლმე ასტროლოგიურ კომბინაციებს, აქ ძალიან ისე ჩაბლონურად და პრიმიტიულ ასტროლოგიაში არ ვთავ, იმიტომ რომ ჩემი მიზანი არის რომ უფრო ღრმად გაიგოთ. შეგიძლიათ დაგუგლოთ ChatGPT-ში ვენერა მშვილდოსანში და გაიგოთ იქ ინფორმაცია, მაგრამ მთლიან სურათში გაცილებით მნიშვნელოვანი არის ამ ვენერას გაცნობიერება და იცხოვრება შიგნით, ხო? აი ამ ვენერას მოთხოვნილებებს ვიდრე უბრალოდ ზედაპირულად რაღაცა გავიგოთ, ხო? ამიტომ ამ ვენერას აი ამ მდებარეობებს და სახლს ასევე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ვენერა თვითონ პოზიტიური ენერგია არის, ის არ აზიანებს, არ აფუჭებს რაღაცებს, მაგალითად, ხო, უფრო მას შეიძლება მას გაუფუჭოს საქმე სხვა პლანეტებმა, ვიდრე ვენერამ რაღაცა გააფუჭოს. მაგრამ არის ვენერა ძალიან მნიშვნელოვანი იმით, რომ აი თქვა ადამიანი ან დეპრესიულად არის, ან ცუდ ხასიათზე არის, ან ცხოვრებისეულად არის ცუდად, ესე იგი ვენერას არ ავლენს, ესე იგი ვენერას არ ცხოვრობს და ცხოვრების გემოქრება თითქოს ცხოვრებიდან და ვეღარ გრძნობს შეგრძნებებს. აი მაგალითად ვენერას როცა აქვს ნეგატიური ასპექტი იუპიტერთან, ეს არის რომ მე იმხელა გრძნობები მინდა, რომ ვერ ვანაცვლებ, ვერაფერთან შეიძლება იყოს წონის პრობლემა, მაგალითად ტკბილის მოყვარულობა, მეტი და მეტი მინდა რაღაცეები და ამის კომპენსირებას ახდენდეს ადამიანი ჩანაცვლებით, ხო? რომელიც შეიძლება ეს ჩანაცვლება როგორც წესი ყოველთვის კიდევ უარესად ამძაფრებს ხოლმე სიტუაციას და აი მანდ უყურებთ ვენერა თვითონ როგორ ვიჭერთ ჩვენ ვენერას ენერგიას, ვაკმაყოფილებთ ამ ვენერას ემოციებს თუ ვერ ვაკმაყოფილებთ, ან სად დაირღვა ის თავიდან, აი ეს რაღაც სილამაზე, ის ესთეტიზმის, სურვილების დაკმაყოფილება ბავშვობაში სად შეწყდა, ან სად იყო აქ პრობლემა, ხო? მაგალითად, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე იქ შავი მთვარე, როცა არის აქტიური ვენერასთან, ან ზოგადად შავი მთვარე კურო, შავი მთვარის ასწორი ვენერას აზიანებს რაღაც დონეზე, ხო? ვენერას ენერგეტიკული ველის დარღვევა ხდება აქ, თუნდაც ვენერა არ იყოს ჩართული, თვითონ ვენერას სამფლობელოში, ნიშანში, უკვე ნიშნავს, რომ აქ შავი მთვარე სერიოზულად აზიანებს ქალური არქეტიპის ენერგიას, სილამაზის და ესთეტიზმის არქეტიპის ენერგიას, ხო? შავი მთვარის ფუნქცია ეგ არის. კარმულ ასტროლოგიაში რო წავიდეთ, ვენერა ჩვენთან არის რესურსებთან კავშირი. სილამაზე, სიყვარული, გრძნობები და რესურსები, ეს როგორც წესი ვენერას ფუნქციები არის და კარმულად როცა არის დაზიანებული ვენერა, კარმულად ვიძახით ყველაზე მძიმე ფორმას შავი მთვარე და ყველაზე მაინც კარმული წარსული ფორმიდან შიშები, ტრამვები სატურნის ზონიდან. სხვათა შორის დაღმავალი კარმული კვანძიც, როცა არის ვენერასთან ნეგატიურ ასპექტში ერთება, მოდით ესე ვთქვათ, თუნდაც სატურნულ ენერგიაში მუშაობს. ესეც ნიშნავს, რომ სადღაც ვენერა წინა კარმულ პერიოდში, ესე ვიძახით ხოლმე, სადღაც ადამიანმა ვერ გამოიყენა ისე კარგად, როგორც საჭირო იყო, ხო, მაგალითად და აი აქ უყურებთ ძალიან ყურადღებით ვენერა ხო არ არის კარმულად დაზიანებული. ეს უკვე აი ძალიან ისეთი ღრმა ასტროლოგიური კომბინაციებით რო გითხრათ, იმიტომ რომ შესაძაც არის ვენერა მაგალითად კვადრატურა, ოპოზიცია, შეერთებაში, ლილითთან შეერთება ყველაზე ძლიერი არის, რა თქმა უნდა. შავ მთვარესთან, ხო, ლილიტი შავ მთვარე ერთი არის, ეს არის ჩვენი ჭრთილი, არაცნობიერი ჭრთილი, დარქი, ესე რა ვთქვათ, ლილიტი, რომელიც ან ჩვენ სხვებს ვაცლით ენერგიას, მაგალითად, ხო, ვამპირულად ვენერასთან, ლილიტი კუროსავით შეიძლება მუშაობდეს, ან ჩვენ გვაცლიან ენერგიას, ან მაგ მოთხოვნილება, რომელიც შავ მთვარე ქმნის აქ რაღაც ისეთ დარქულ მოთხოვნილებებს, ხო, ცოტა შეპყრობილობას რო ვიძახით, არა გაუცნობიერებლად რომ მიყვებით რაღაცას, ამასაც შავ მთვარესთან ვაიგივებთ ხოლმე და ეს არის ან რესურსების, ვენერას რესურსების მოსვლა დიდი დოზით, მაგალითად
იყოს ძალიან ლამაზი და მომხიბვლელი ადამიანი, რომელიც მას ქვეცნობიერ შეუცვლილებად უტრიალდება რაღაც შიშებად ეს მომხიბვლელობა, ალენ დელონის ვარიანტი მაგალითად, ხო? თუმცა ალენ დელონს თეთრი მთვარე ყავდა სელინა შეერთებაში ვენერასთან და გვერდზე შავი მთვარე ყავდა შეერთებაში ვენერასთან და თან სასწორში ყავდა თეთრი მთვარე, ვენერა ქალწულში საზღვარზე ისე ქონდა და აი ის მომენტები თავდაჯერებულობის და სილამაზის გამოვლენის და მერე არაცნობიერში ღრმა კომპლექსები, თუნდაც ამ გარეგნობის გამო, რომ მე მარტო გარეგნობის გამო მოვწონ ვარსხვებს და ისე არავის შინაგანად არ უყვარ, ჩემ ინტერპრეტაციით კარმო ასტროლოგიას შევხედავთ, ის არაცნობიერში იქნებოდა აუცილებლად. შეიძლება შავი მთვარე ვენერასთან მომხიბვლელობას ცუდად იყენებდეს, ან ძალიან აღმერთებდეს თუ კაცების ვარიანტი არის მომხიბვლელ ლამაზ ქალებს, ან პირიქით საშინელი კომპლექსი ქონდეს, რატო ვარ ულამაზო, რაღაც ის არ მომწონს, ის არ მომწონს, ანუ იყოს ძალიან ჩაციკლული რაღაც ისეთ ესტეტურ მომენტებზე, ხო? და სულ კმაყოფილიყო იყოს თავისი ან გარეგნობით, ან გრძნობებში მაგალითად არ იყოს ისე მყარად, ხო, საკუთარ თავში და აი აქ შემოდის ღრმა არაცნობიერი ჩრდილის შიშები და ჩრდილის არაცნობიერი ესეთი მერყეობა, ხო, იქ სასწორული ენერგია რო ავიღოთ, ხო? ქალებს შეიძლება კონდეთ გამოკვეთილად, რომ აი მე მინდა რომ ან ოპერაციები გავიკეთო ამ სილამაზე, რაღაც სტანდარტებს შევესაბამებოდე ეს დემიმური სასწორი მაგალითად სულ რომ აი თავარი იდეა ფიქსი რომ სილამაზე ხდება, ხო? აქაც იდეალიზირება სილამაზის და ესტეტიზმის, ზოგს აქ უფრო რესურსებთან იდეალიზირება, ზოგს აქ ესტეტიზმთან იდეალიზირება გააჩნია აქ ადამიანს, ხო? აი ჩვეულებრივ ასპექტირებულ სიტუაციაში, როცა ვენერას უყურებთ და სახლებს უყურებთ, აქ შემოდის, როგორ ვიქცევით ჩვენ საზოგადოებაში, რამდენად მომხიბვლელები ან არა მომხიბვლელები ვართ, აი როცა გავიცნობ ადამიანს და რაღაცა ის და უხეშია და ანდროსი რაღაცა უღიმი კარგად ექცევი და ჩაკეტილი არის. უკე გასაგებია, ან ვენერა სატურნი არის აქ, ან ვენერა ურანი რომ მოჯაჭულობა არ უნდა და გაქცევა უნდა სადღაც, ანუ ცოტა დისტანცია აქვს რაღაცნაირი. ან შეიძლება ნეპტუნი იყოს აქ შემოსული, რომ არის და თან არ არის სიტყვაზე, ხო? ანუ აი არ არის მარტო სიყვარული და გრძნობები საზოგადოებაში ჩვენ, სადაც უბრალოდ ზრდილობიანები უნდა ვიყოთ, სადაც უნდა თბილად ველაპარაკოთ ადამიანებს, ხო? გრძნობები გაუზიაროთ ერთმანეთს, აი იქ ვენერა მუშაობს, მეგობრებო, ესეც იცოდეთ, ვენერა ჩანს ყოველდღიურ ქმედებებში, ადამიანის მიხრა-მუხრაში, ადამიანის ურთიერთობების ხელოვნებაში, რამდენად შეუძლია ადამიანებთან ურთიერთობა, რამდენად დიპლომატიური არის ვენერა, დიპლომატიური ენერგია არის, ხო, რამდენად დახვეწილობა აქ ან პირიქით უხეშობა აქ, ხო? და მაგ უხეშობასაც თავისი მიზეზები აქვს. როგორც წესი, პირად ცხოვრებაზე, როცა ახდენს ვენერა გავლენას, მანდ უნდა მივაქციოთ ვენერას ყურადღება, სადღაც ადამიანი ვერ ავლენს თუ ქალი არის ქალურ ენერგიას, იმიტომ რომ ქალური ენერგია ეს არის ვენერას ფუნქცია, ქალური როგორ იცით, მანერები, ეს ვენერა არის ესტეტური მხარე, როგორ გამოვიყურები, როგორ შემიძლია ურთიერთობებში შემოვიტანო ჰარმონია, მაგალითად, აი ეს ყველაფერი არის ვენერა. აქ თუ არის ვენერა გაფუჭებული, ზუსტად ვიცი რომ ამ ყველა სპექტრში ადამიანი რაღაცებს αφუჭებს. შესაბამისად, შეიძლება აღარ იყოს ისეთი საინტერესო ან მომხიბვლელი ან შეიძლება პირიქითაც ახლა ზოგჯერ ეს ვენერა შარფსაც იძლევა და ეს აი ქალები რო არიან ძალიან ისე დარბაზში მაგალითად რომ კუნთებს იყენებენო რომ ამბობთ ეს მარსიანული ვენერა არის აქ უკვე ეს მამაკაცური იმპულსისკენ გადადის შეიძლება ქალი რომელიც მაინც ახლა ვენერას ფუნქციებში კარგად არ ჩესის და საერთოდ ვენერას წესები არის რომ რაც არ უნდა ჩვენ მაგალითად გადავიდეთ ვენერას კაცურ ფუნქციებში ქალებს ემართებათ ჰორმონალური დისბალანსი მაგალითად ჩიყვი იქნება ეგ თვით გამოხატვის როგორც ქალური ენერგიის თვით გამოხატვის პრობლემა შეიძლება კონდეს ყელზე რაღაცნაირად ისეთი დაძაბულობის დაჭიმულობის განცდა შეიძლება რეპროდუქციული პრობლემები კონდეს შეიძლება
ზოგადად ჰორმონალურ ფონთან ქალებს დაზიანებული ვენერათი პრობლემა, ან წონასთან დაკავშირებული პრობლემა, განსაკუთრებით თუ პირველ სახლთან არის კავშირი ვენერასი, ან ვიზუალთან პირიქით შეიძლება თუ ჰარმონიული ასპექტი არის ძალიან, აი როგორ ამოვთხოვ, იცით, თუ არის კარგი ასპექტები, განსაკუთრებით ასციდენტთან შეიძლება აი ოპერაციები ძალიან რო უხდება ადამიანს იქ, ან სილამაზის სალონებში, ან ესთეტიკურ მედიცინაში რომ მიდიან და აი რაც უფრო აუმჯობესებს ვენერას ენერგიას ქალი განსაკუთრებით მით უფრო საინტერესო ხდება ხა აქ არ არის იმაზე ლაპარაკი ხა თაყვანისცემლები მოიზიდოს ხო თუმცა ეს რა თქმა უნდა შედის ამაში აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ სასიამოვნო იყოს გარემოში, სადაც ვენერას ფუნქცია ეს არის, სადაც მივდივართ იქ ყველგან სასიამოვნო ვიყოთ, ყველას უნდა მოვწონდეთ, ყველა უნდა მოგწონდეს, რაღაც სილამაზეს ვატრიალებდეთ გარემოში, ეს ვენერას ფუნქცია არის. კაცების შემთხვევაში ხა მამაკაცებთან როგორ ვლინდება? ამავე დროს ვენერა კაცებისთვის ეს არის როგორი გრძნობები აქვს, როგორი ქალები მოწონს. ასევე რას ავლენს ქალებთან და ქალთან უფრო მარს ავლენს მამაკაცი რაღაც აქტიურ ნაწილს, იმიტომ რომ ვენერა ქალური ენერგია არის, მომლოდინი არის, ის არ წავა თავდამსხმელად, არ წავა ვიღაცასთან მიწერ-მოწერაში, ხო? აი, ქალს თუ აქვს კარგი ვენერა ჰარმონიულად ასპექტირებული, ის უფრო ელოდება პარტნიორისგან ურთიერთობას, მაგალითად, ვიდრე თვითონ დაიწყოს იქ ჩალიჩი. აი მარსი როცა შემოდის, ან ვენერა ვერძი არის, ან მარსი შემოდის მაგალითად, ხო? აი კაცივით იქცევია და რო ამბობენ, ანუ თამამად, გაბედულად ნაბიჯს დგამს, ანუ კაცური ხა ესეთი მებრძოლი სულისკვეთება ვლინდება. კაცის შემთხვევაში ეს ფუნქცია არის მის მარსში, როგორ ახდენს იმ ვენერას სურვილების მისი თვას მარსიანული ენერგიით. ვენერა არის მაინც კაცისთვის ის ენერგია, რას უნდა ხედავდეს, როგორც სილამაზის ესთეტურ მხარეს ქალში, აი მთვარეზე მე გადავდივართ, რას უნდა შინაგანად ასხივებდეს. ქალი უკვე პირად ურთიერთობაში, ხო, უკვე ემოციურ ჩართულობაში, გრძნობა ჩართულობაში, მაგრამ ვენერა არის პირველი რამ ესთეტური მახასიათებლები უნდა ქონდეს ქალს, როგორი ვიზუალი უნდა ქონდეს, როგორი უნარები უნდა ქონდეს და აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის კაცის ვენერა და ქალის ვენერა ემთხვეოდეს ურთიერთობაში ერთმანეთს, ხო? ან ასპექტებით ემთხვეოდეს მაგალითად. ეხლა თუ არის ვენერა ტყუპებში, რომელსაც ცანცარა ვენერას ვეძახით იდეაში, მაგრამ პლუტონთან შეერთებაში, შეიძლება ძალიან კარგად წავიდეს ვენერა მორიელთან. უკვე ურთიერთობაში, ცოტა კი გააწამებს თავის ტყუპით, მაგრამ მაინც პლუტონური ენერგია არის, ეს ძალიან ისეთი ღრმა სექსუალური, ემოციური, ინტენსიური ემოციები არის, ხო? გრძნობები არის და აქ შეიძლება ძალიან კარგად შეთავსდნენ. ამ დროს რო წაიკითხოთ ვენერა მორიელი და ვენერა ტყუპები, აბსოლუტურად სხვა ენერგია იყოს, ხო? და საერთოდ არ იყოს შეთავსებადი. ამიტომ შემდგომ უკვე ვუყურებთ აუცილებლად იქ ასპექტებს, აუცილებლად ვუყურებთ სახლის მდებარეობასაც გარკვეულწილად მერვე სახლში მაგალითად ვენერა ეს უკვე აი ესეთი პლუტონური სტილის ვენერა არის აქ და უკვე ინტენსიური ემოციები არის და აი ესე ვკინძავთ ხოლმე ნენელა. ეხლა უკვე რო გადავიდეთ ძალიან შესავალი გამეგრძელდა, მაგრამ ეს დავჭრი ისევ ნახევარს ეხლა გაგაცნობთ, შემდეგ ვიდეოში მეორე ნახევარზე ვილაპარაკებთ. ესით ჯობია ხოლმე ესე. და აი ეს მთლიანობაში რო აგიხსნათ, ახლა მე ძალიან პასუხისგებლიანად ვიქცევი, რომ ესე ვრცლად გიხსნით, იმიტომ რომ ახლა რო დავიწყო იქ ვენერა ვერტში, ვენერა კოროში და ამ დროს იქ ესეთი რაღაცები ხდება ასპექტების, ხო? და უკვე სხვა რაღაცა გამოდის და ამიტომ გეუბნებით, რომ მნიშვნელოვანი არის ჩვენ დავადოთ ერთმანეთს უკვე სინთეზურად. ვთქვათ, ან საიტები ვნახოთ, სადაც შეგვიძლია პირადი რუკის შედგენა და იქ ცხრილი არის, მაგალითად, ცალკე ვენერაც, აი, ესე ფაზურად რო გავიცნოთ. შეგვიძლია პირად რუკაზე, მაგალითად, მქვიდეთ და ან სხვა ასტროლოგთან მივხვიდეთ და კიდევ უფრო გაგაცნობთ ამ ვენერას უფრო ისე გარედან, საერთოდ ეს ორივე ერთად ხდება ხოლმე ჩვენც ვიკვლევთ და მე ასტროლოგიურადაც ასტროლოგთან ვარჩევთ ამას, რომ კიდევ უფრო გავაცნობიეროთ ზოგადად, მაგრამ ვინც კიდე ერკვევით კარგად, კიდე შეგიძლიათ მივახლოვდეთ აი ამ ფაზურ აზროვნებაში, ხო? ახლა ვენერა როცა არის ვერტში, მოდით ესე ჩაგიშლით
პირველ სახლშიც მაგალითად რა განსხვავება არის და მარსთან ასპექტშიც რა განსხვავება არის. ხო, აი ესე უფრო სიღრმისეულად რო გავშალოთ, საშილად არ მოყვარს ეს ზედაპირული ინფორმაციები, ძალიან არ მიყვარს ხოლმე ეს მოკლე ადროს გიждდება ხალხი ამ მოკლე და არაფრის მომწე ინფორმაციებზე. რა თქმა უნდა, ცდილობდა ავამსხვრიო ჯიუტად ეს სტერეოტიპი და ავიღოთ აი ეს შრეები. ვენერა ვერტში როგორ ავნეს, ვენერა პირველ სახლში, მარსთან ასპექტირებული ვენერა. ეს ყველა რო ჩავშალოთ, ხო ვიღაცას ისე გაქვთ, ვიღაცას ესე გაქვთ და მე ბოლოში რო გავალთ იმას მოусვენთ, ამას მოусვენთ და ნელ-ნელა აკინძავთ ამ ინფორმაციებს, ხო, თქვენთვის და უკვე რაღაც სურათი დაგიდგებათ. ვენერა ვერტში, ვერტი არის მამაკაცური ენერგია, მეგობრებო, ეს არის კარდინალური ჯვარი, მაგ კარდინალურ ჯვარებს ვიდეო თუ ვისაც დაგაინტერესებთ. და ეს არის იმპულსური, ფეთქებადი ენერგია, მამაკაცური იმპულსური ენერგია არის. ესეთი, მაგალითად, ქალებზე რო ვილაპარაკოთ ვენერა ვერტი, ეს არის ცეცხლოვანი ენერგია, ეს უფრო ძაფრად, აი უცებ მინდა, უცებ ავარდი, უცებ ვიღაცა მომეწონა. ან უცებ მინდა რაღაც მივიღო, ხო? ეს არის შინაგანი ცეცხლის ენერგია, შინაგანი ბავშვურობაც, ვენერა ვერძი ქალები ძალიან ბავშვური ვიზუალითაც შეიძლება იყვნენ, ან იმპულსურები, ან ძალიან დამოუკიდებლები, იმიტომ რომ ვერძი ეს არის დამოუკიდებელი ენერგია, კონცენტრირებული საკუთარ სურვილებზე უფრო, და აქ ეგოისტურად არ გულისხმობ, აქ არის, რომ აი მე მომეწონა და მორჩა, მაგალითად, ხო? იქ მერყეობები და რაღაც ვაიმე მომწონს თუ არ მომწონს ეგ მომენტი არ არის. ძალიან თავდაჯერებული არის ვენერა ვერძი ქალიც მაგალითად, ძალიან იმპულსური არის, უცებ მოძრაობაში მაგალითად და აი ცხოვრებისეულ მოვლენებში ვენერა ვერძი შეგვიძლია დავინახოთ ქალის შემთხვევაში ეს ნაკლებად რო ახლა ძალიან ესეთი პრინცესული ვიზუალი კონდეს სიტყვაზე. უფრო არის აი ამ კაცურად რო აციათ. ან სამხედრო ფორმა უხდებათ, ვენერა მორიელსაც გავსია ხოლმე. ან რაღაც ისე იცვამენ, წანის წყობაც კი შეიძლება ისეთი კონდეს, აი ძლიერი ხაცნაირად და აი რო შეხედავ და ესტეტიზმი იმდენად არა, უფრო რაღაც შინაგანი თავდაჯერებულობა რომ მოდის. თუმცა არ ნიშნავს იმას, რომ ესტეტიზმი არ იყოს, შეიძლება მთელი სტელიუმ იყოს სასწორში მაგალითად, ან იუპიტერის სასწორი, აღმავლის სასწორი და ბევრი რაღაცა იცვლება, მაგრამ თვითონ ფსიქოტიპით ხა ვენერა ვერძები ეს არის ძალიან გახსნილი ურთიერთობაში, მას არ უყვარს ტყუილები, მას არ უყვარს იქ რაღაც ესეთი ღრმა, ინტენსიური ლოდინი, ხა მორიელს შეუძლია დიდხანს ელოდოს, მაგალითად პარტნიორს ან ძალიან ისე იყოს ჩაკეტილი კონდეს ეს ღრმა ემოციები. ვენერა ვერძი ეგეთი არ არის, არ კეტავს არაფერს, ღია არის. აი ესეთი ვარ, ესეთი ურთიერთობები მინდა გადაწყვიტე. ძალიან მარტივი არის ვენერა ვერძი ამ კუთხით, ძალიან ღია არის, გახსნილი არის და სამართლიანი არის და მამაცი არის, გაბედული არის ესეთი ქალი, დამოუკიდებელი არის. კაცებს კი მოწონთ ქალები, რომლებიც ძალიან დამოუკიდებლები არიან, ძალიან აქტიურები და ენერგიულები არიან. ვენერა ვერძის შემთხვევაში კაც შეიძლება მოწონდეს აი ქალი, რომელიც აი საჭეს კარგად ატარებს, ან კარიერაში ძალიან ინდივიდუალისტი და დამოუკიდებელი არის. ან ესეთი ძლიერი ქალი არის, ფიზიკურადაც ძლიერი ქალი არის, მაგალითად ვარჯიშობდეს, ან ესეთი იყოს, ტანითაც იყოს რაღაც ესეთი ძლიერი, ხო? იქ მე სახს და ასპექტებს აქვს მნიშვნელობა ისე რო გითხრათ, მაგრამ ფსიქოტიპი ესეთი არის, რომ აი შეიძლება ვენერა ვერძ კაც არ მოეწონოს საწყალი უსუსური ენერგიის ან ესეთი სუბუქი ემოციების, აი ესეთი ტიპაჟები ნაკლებად უნდა იყოს ძლიერი დამოუკიდებელი. რაღაც ვერძული ხასიათი უნდა კონდეს მოკლედ ქალს, ან ვერძული ფსიქოტიპი უნდა კონდეს, ან მარსი უნდა კონდეს აქტიური, ან მზე მარსის ასპექტირება უნდა კონდეს ხო ქალს, რომ აი რაღაც შინაგან მამაკაცურ ენერგიას ასხივებდეს მაგალითად, ხო? აი ეს ვენერა ვერძისთვის ძალიან დამახასიათებელი ფსიქოტიპი არის, რომ უნდა იყოს ძლიერი ესეთი ქალი კაცისთვის მაგალითად და თვითონაც გრძნობებში არიან ძალიან ღია, გახსნილი, სუსწრაფები, მონადირეს ინსტინქტით, რომ აი სულ უნდა
საბრძოლო მქონდეს კაცებს ესე აქვთ ხო რომ აი რაღაც უნდა ვიბრძოდეს სულ ქალისთვის და რაც უფრო საბრძოლოა მით უფრო მომწონს ხო ეს მორიელური საბრძოლო არა სტრატეგიებით 10 წელზე გაწელილი ეს სწრაფად და მოვიპოვო ეს გრძნობებში მაგალითად პირადი ურთიერთობა არ იქნება აი სურვილებში ხო რომ აი მე მინდა საზოგადოებაში გამოვხატო ძალიან აქტიურად ჩემი თავი, ხო? ეს მე არ ვიქნები ისეთი, რომ იქ ვიდგე კუთხეში სადღაც არ ვჩვანდე. მას აქვს სურვილი რაღაცნაირად გამოვხატოს, ჩანდეს იმისი რაღაც ესეთი სურვილები, გრძნობები, ხო? აი გამოვხატოს ეს. ვენერა პირველ სახლში ცოტა სხვანაირად ვლინდება, მიუხედავად იმისა, რომ პირველ სახლს ჩვენთან ასტროლოგიაში მარსი მართავს და ეს არის აქტიური თვითგამოხატვის სახლი. ხოჩეს მე მაქვს ასციდენტზე, პირდაპირ პირველ სახლში ვენერა. და მაგედანაც შემძლია ჩემი გაგიხსნათ თქვათ ჩემი შეხედულებები ძალიან არ მიყვარს მაგალითად უხეშობა გარედან მაგალითად აი შემიძლია ოღონდ ნუ ეხლა მე სასწორებში წავს ბევრი რამ მაგრამ ისე გიხსნით რომ არასოდეს არ გამოხატავს ეს ადამიანი თუ არ გადაიყვანეს ჭკუიდან აგრესიას არ გამოხატავს პირველად თუნდაც ინიციატივებს, ხო? ესე პასიური არის, ნეგატივიც აქვს ამ ვენერას. უბრალოდ მე სულ ჰარმონიული ასპექტები მაქვს ვენერასი და აქ ეს არ არის რომ რაღაცას ვჩtildeავ და რაღაცას განცდამაგრო ვერ გამოვხატავ, ეგეთი განცდა არ არის, ცოტა ნეგატიურ ასპექტს აქვს ხოლმე ეგ. მაგრამ ასციდენტზე ან პირველ სახლში ზოგადად ვენერა ეს არის რომ თითქოს აი უფრო ესეთი არის ზედმეტად რბილი, ზედმეტად აი ვენერას ხასიათი. ხმე ლომში მყავს უბრალოდ ვენერა და ეს ცეცხლოვანი ენერგია მაინც არის, მაგრამ ზედმეტად პასიური არის. აი მეც ჩემ შემთხვევაშიც რო გითხრათ, ჩემ კლიენტებსაც ვისანაც პირველ სახლში არის ვენერა, ხო? აი ეს არის რომ შეიძლება გულში და რაღაც ისეთიც იყოს ცოტა გამოხატოს, აგრესიულიც იყოს პირში უთხრას ვიღაცას რას ფიქრობს, მაგრამ ის თავ შეიკავებს, იმიტომ რომ ვენერა ეს არის ქალური ენერგია, პასიური ენერგია არის და მისთვის მნიშვნელოვანი არის ჰარმონია, მნიშვნელოვანი არის თანამშრომლობა, მოდით ესე ვთქვათ, და ძალიან ანიჭებს დიდ მნიშვნელობას ვენერა პირველი სახლი ვიზუალურ მხარეს, ესთეტურ მხარეს, როგორ მოძრაობენ ადამიანები, მაგალითად, აი ხლა მე პირადად მქონდა ხოლმე სულ აი ძალიან თვალში რო ხდება უხეში მანერები. აი არაესთეტური უხეში მანერები, აი ადამიანი ჯერ ვაკვირდები როგორ ჭამს მაგალითად და აი კულტურული ყובה მნიშვნელოვანი არის, ანუ ფიზიკურ მონაცემებს ახლა ვენერა პირველი სახლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც არ უნდა თვითონ არ იყოს კულტურული იდეაში სხვა პლანეტების გამო, მაინც მიაქცეს ყურადღებას ვიზუალურ მხარეს ადამიანებისასაც, აი ვიზუალური იმაზე კი არა ახლა ლამაზი იყოს ან რაღაც აი ესთეტური უნდა იყოს ადამიანი, იმიტომ რომ თვითონაც ცდილობს ამ ესთეტიზმის ტრანსლირებას, თუმცა აქ ბევრი რაღაც იკარგება, მაგალითად შეიძლება ღია აგრესიას დაუპირისპირდეს ძალიან დიპლომატიურად და მშვიდად, ხო? ეს თვითგამოხატვა ფიზიკურ დონეზე როგორ ხდება ვენერას მიხედვით. ეხლა მან ცოტა რაღაცებს ჩაგიგდებთ, მართლაც აქვს მნიშვნელობა, რომელი სახლიდან მოდის. ეხლა რომ მოდიოდეს მე-7 სახლიდან, აქ საერთოდ სხვა ენერგია არის, რომ მოდიოდეს იქ მე-9 სახლიდან საერთოდ სხვა ენერგია არის. ანუ მართველი ვენერა რომელი ნიშნიდან მოდის, ეს აბსოლუტურად უკვე კიდე დამატებით ისტორია არის პირველ სახლს თუ გულისხმობთ. ყოველ შემთხვევაში ერთი ახასიათებს ვენერა პირველ სახლს, კაცი იქნება თუ ქალი, ჯერ ეს სენსიტიური სხეული, კანი აქვს სენსიტიური, იმიტომ რომ ვენერა ეს აი პირველი სახლი ხო ისე სხეულია და ვენერა კანთან არის დაკავშირებული. აი შეხებებთან შეიძლება ძალიან სენსიტიური იყოს ადამიანი, ალერგიული ფონი ქონდეს, არ უყვარდეს ცუდი, უხეში ტანსაცმელი მაგალითად და ძალიან ისეთი ბუნებრივი უნდა იყოს აქ, ხო? გარკვეულწილად შეიძლება იყოს ვენერა პირველ სახლზე, მაგალითად, როდესაც კაცის შემთხვევაში და ქალის შემთხვევაში ქალური ფორმები
კაცებსაც შეიძლება ძალიან ნაზი ვიზუალი, რასაც მარსზე ვერ ვიტყვით პირველ სახლზე, ხო ეს რაღაც კაცური ესეთი ჰაბიტუსი არის ხოლმე სხეულზეც კი და ქალს ეთყობა ძალიან ნაზი ვიზუალი, მიუხედავად იმისა, რომ ვენერა ვერჩი მთლად ეგეთი არ არის, ეს უკვე ცოტა სხვა ისტორია არის. ვენერა პირველ სახლში აქ იძლევა ქალურ ფორმებს, აი პირდაპირ ქალურს, კაცებიც კი რომ ინახავს ვენერა პირველი სახლი არის. ნუ ასციდენტ სასწორზეც შეგვიძლია ოდნავ მსგავსი ვთქვათ, ხო, რომ ეს არის ვიზუალური მხარე, ვენერა მართავს მაინც პირველ სახლს, მაგრამ უშუალოდ უკვე რომ ვენერა ჯდება პირველ სახლში. ეს არის კაცი, რომელიც ძალიან ესე დიპლომატიურ შარმს, რაღაც სილამაზეს, ესტეტურობას, რაღაც ეგეთს ავლენდეს, ხო, ადამიანი, კაცი, მარსიანული ენერგია ეს რაღაც ბრუტალური ვიზუალის მამაკაცი მაგალითად, რაღაც დიდი ან უხეში ან შრამებით ან რაღაცა და ვენერა არის უფრო ფემინური, ლამაზი კაცის ვიზუალის ენერგია. ის პირდაპირ გვაჩვენებს აქ პირველ სახლში როგორი სხეული აქვს ადამიანს, როგორი ვიზუალი აქვს და თვით გამოხატავს როგორ ახდენს. აი როცა ვლაპარაკობთ მაგალითად მარსის და ვენერას ასპექტს, აი ვენერა ვერც ოდნავ გავს აქ მარსი უკვე, ხო, და სექსუალური ენერგია შემოდის, ან დესტრუქციული სექსუალური ენერგია, ხა კაცებსაც შეიძლება გქონდეთ. მარსი ვენერას ნეგატიური ასპექტი ან შეერთება სხვათა შორის მაინც სასურველი და სასიამოვნო არ არის, იმიტომ რომ ეს არის აგრესიას აპირისპიროს სქესთან, ქალებთან აგრესიულობა შეიძლება გამოვლინდეს, ან ქალებზე პრეტენზიები, რომ აი მე ეს მინდა და რატო არა მაქვს და აი იმპულსური ბრაზი უცებ, რომ აი ძალიან ბრაზდები, რაც მე მინდა, ის რომ არა მაქვს. ეს საერთოდ ბავშვობასთან არის კავშირში, უბრალოდ ეხლა რადგან პირად ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ ვენერას კუთხით, ამიტომ უფრო ამ შტრიხით ახასიათებ და აქ შეიძლება ეს გამოვლინდეს აგრესია არაცნობიერი ქალებზე, თუმცა ასევე რაღაც ესეთი ჭხუბი, კამათები, კონფლიქტები შეიძლება მიწევდეს სხვა შორის, აი მთვარე მარსი, როცა გვაქვს აქ დედასთან, აი ესეთი ფიცხი აგრესიები, მაგრამ იმპულსური უცებ გადამიარა. აი დაახლოებით ესეთი ახასიათებს აქ ვენერა მარს, ოღონდ მამაკაცებს აქვს ქალებთან დაკავშირებით ესეთი აგრესიულობა, უხეშობა და კმენები. პასიური აგრესია თქვათ კუროში არის, აქტიური აგრესია ეს თუ მაგალითად დომინანტურ ნიშანში არის, ხო? ან შემდეგი ის უფრო სექსუალურობა, გადაჭარბებული სექსუალურობაც არის ხოლმე, გადაჭარბებული რა, აი მიყვარს მოპოვების პროცესი, ხო? აი ეს კაცებთან წესით ესე ხასიათდება. თუმცა აქ შეიძლება ვენერა განვიხილოთ ასევე როგორც მატერიალური მხარე როგორ აქვს ადამიანს და მარსი ეს არის მე ბრძოლა მიწევს ყველაფრისთვის რაც მინდა და ჰარმონიული ასპექტი მე მიყვარს რომ ვიქცი რაღაცებისთვის და კვადრატურა ნეგატიური ან შეერთება ეს არის მე აი მიწევს რა ბრძოლა ფინანსებისთვის ან კეთილდღეობა რომ მქონდეს ან იმ სურვილების დაკმაყოფილება შებძლო რაც მე მინდა ან ის გრძნობები მივიღო რაც მე მინდა ხო სხვა შრეში არის აქ ვის როგორ აქვს ამაზე არის ხოლმე ძალიან დამოკიდებული მაგალითად მოკლედ აი ეს აი ქალი რომელიც დარბაზში შედის და კაცი ხდებაო რა ამბობენ ეს ვენერა მარსი რაღაც გაგვექცა, ვამბობთ ხოლმე ამ შემთხვევაში, სადღაც ვენერა დაიჭრთილა მარსიანული ენერგიით, ხო და იქ ვენერა იკარგება, სადღაც ქალური ენერგია იკარგება და ის ესტეტიზმი იკარგება ხოლმე და აქ სხვა ენერგიას ვიღებთ და ამიტომ აი თქვათ ვენერა პლუტონის კვადრატურა მაგალითად თან იქ თუ მარსიც არის ეს უკვე არის რომ მე უარყოფა მაგალის ჩემ თავში ქალებს ემართებათ ეს და უნდა გადავიდე კაცურ ენერგიაზე, რომ დავიცვა ჩემი თავი. იმიტომ რომ ქალობა სისუსტე არის და ამიტომ უნდა გავხდე კაცი, რომ რაღაცნაირად სისუსტეში არ ვიყოს. ემდროში ეს რწმენა წარმოდგენები არის, რომელიც როგორც წესი ბავშვობიდან მოდის ხოლმე, ან კომპლექსი შეიძლება საკუთარი ქალურობის იყოს, რომ მე არასაკმარისად ლამაზი ვარ, არასაკმარისად ესტეტური ვარ, ან კაცებთან არ მიმართლებს და რაღაცა ხო აქ უკვე თერაპიულად გადავდივართ ხოლმე უკვე უშუალოდ საიდან წამოვიდა ეს რწმენა წარმოდგენები, ხო? ისე რომ ვთქვა. ყოველ შემთხვევაში ვენერა როცა არის მარსით თუნდაც დაზიანებული, ესე ვიძახით, ეს ადამიანი სადღაც ესეთი არის, სიყვარულშიც შეიძლება ცოტა იმედგაცრუებები ქონდეს ან
კაცის შემთხვევაში ეს არის რომ აი მე სადღაც შეიძლება უბრალოდ სექსუალური ის მახასიათებელი მქონდეს მარტო გრძნობებში და პირად ურთიერთობებში ღრმად ვერ შევდიოდი ურთიერთობაში, ხო, ემოციურად ვერ შევდიოდი, იმიტომ რომ ზოგს ესე აქვს მაგალითად, ასტროლოგიურ კომბინაციებში ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქ უფრო სექსუალური ინტერესი აქვს ადამიანს და მეტი იმის იქით ვეღარ მიდის, ხო? რას არის მაგალითად აქ პლუტონის შემთხვევაში ან ნეპტუნის შემთხვევაში, რომ ბევრად ღრმად მიდის ადამიანი ურთიერთობაში, ბევრად უფრო სხვა რაღაცები არის მნიშვნელოვანი მისთვის. ხო, ეხლა ძალიან გიღეჭავთ, მაგრამ მე მგონია თქვენთვის ესეც საინტერესო არის. და აი ამ სურათს ვიღებთ ხოლმე, როცა მე ვენერას ვუყურებ მაგალითად, ესე რომ დავიწყოთ, ხო, აკინძ, აი მე მართველი არის მნიშვნელოვანი, რომ პლანეტასთან როგორი მართველი არის, მოკლედ მთელი ის იკინძება მე აქ, მაგრამ აი ესე მაინც შედარებით არ ძალიან მოკლედ ან ძალიან გზად რო გითხრათ ესე არის. ვენერა კუროში ან მეორე სახლში, ან ეხლა ვენერა ვერ იქნება, მაგრამ რო ავიღოთ ვენერას სასწორულ ენერგიაში რო ვთქვათ, მოდით მე-7 სახლში, ხო? ეს მეორე, მე-7 ეს კურო სასწორი ეს მსგავსი ენერგია არის, მაგრამ უშუალოდ რო ავიღოთ ახლა ვენერა კუროში ან მეორე სახლში როგორ ავლენს თავს. კურო ეს არის ძალიან სტაბილური ემოციურად, საკმაოდ ესეთი მდგრადი ნიშანი, მას უყვარს ფიქსირებული ჯვარი არის და მას უყვარს გრძნობებში სტაბილურობა. აი ახლა ვენერა ვერძი და ვენერა კურო ერთად ვერ მოძოვენ. იმას ბევრი ემოცია უნდა, იმპულსი უნდა, უცებ აფეთქება, უცებ რაღაც ახალი და ვენერა კურო არ არის ესეთი, მას არ უყვარს ეს დიდი სიახლეები, არ უყვარს დიდი ძაფრი შეგრძნებები, ის უფრო ვენერა მორიელის თემა არის, ვენერა ვერძის, ვენერა ლომის თემა არის ესეთი ემოციები. ვენერა კუროს უყვარს სტაბილურობა, უყვარს სილამაზე, უყვარს ესტეტურობა ძალიან, ბუნებრივი, ოღონდ სასწორისგან განსხვავებით, ამას სულ ვამბობ ხოლმე სხვა ვიდეოებშიც. ბუნებრივი სილამაზე ვენერა კუროს მაგალითად შეიძლება ძალიან მოწონდეს ქალი, რომელსაც არა აქვს არც ბოტოქსები გაკეთებული, არც დაბერილი ტუჩები თუ რაღაცებს რო კიდე რაღაცებს იბერავენ ხოლმე სხვა შორის ამას აღნიშნავს სულ რომ ეს უფრო რუსული სლავური სტილი არის ეს კარგად სარფიანად გავთხოვდე თემა არის ეს რაღაც ექსპერიმენტები კულტურულად სხვათა შორის ევროპაში არ არის და რაღაც ისეთი თვითკმარი ქალი ეხა ისე კი არ გეუბნებით რომ ხა რამეს რამეს ვამბობდე უბრალოდ ისე გულისხმობ თვითკმარი ქალი ევროპელები მაგალითად რომელსაც ახლა თავის თავი ძალიან ისე მყარად აქვს და ახლა არ ფიქრობენ რომ არის ვინმე სარფიანად უნდა გავყვე იმიტომ რომ თვითონ არიან სარფიანები უკვე და თვითონ არიან შემდგარები იმიტომ რომ ქვეყანა აქვთ დალაგებული და არა იმიტომ რომ ახლა უბრალოდ ესედები დაიბადნენ იქ არ არის ეს ისე მოდურად და ისე აქტიურად იქ საერთოდ პირიქით არ აქცევენ ახლა დიდ ყურადღებას მასეთ რაღაცებს და იქ უფრო სლავურ სამყაროში ანუ ისეთ ქვეყნებში სადაც ან მეტი სიღარიბე იყო მეტი იღბლობები ცხოვრებისეული იქ უფრო ქალები ცდილობენ მიიპყრონ სარფიანი კაცის ყურადღებები ესე რომ ვთქვათ ხო შესაბამისად ის თემები უფრო ამ თემას საერთოდ ზოგადად უკავშირდება ხოლმე იდეა ეგ არის მაგრამ ნუ საქართველოს ძალიან წავიდა ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით, აი ამ რუსულ მოდელზე, ქალების დიდი ნაწილი რაღაცა ტენდენცია რო შემოდის, რომელიც მაგალითად ვენერა კუროსთვის, როგორც წესი, აი ძალიან მიუღებელი არის, ხო? მისთვის სილამაზე არის ნატურალურობა, სილამაზე არის ბუნებრიობა და აი შეიძლება მაკიაჟიც იმდენად არ მოწონდეს ქალში, როგორც ან სუბუქი მაკიაჟი, ან ბუნებრიობა, მისთვის უფრო ესტეტური შეიძლება იყოს, ხო და მას ძალიან უყვარს აი ეს ბუნებრივი გარემო, კაც შემთხვევაში ვამბობ. ამავე დროს კაცი კურო ვენერათი ძალიან ემოციურად ესეთი არის რბილი, თბილები არიან მაგალითად, ძალიან მომთმენები არიან, ყურადღებიანები არიან შინაგანად. ხო, აი აქ ვენერას ავლენს აი ამაში, რომ აი მე შემიძლია მოგცე შენ ის ემოციური სიმშვიდე და სტაბილურობა, რაც გჭირდებოდა. ეხლა იქ თუ ვენერა არის მორიელში, მას არ უნდა ეს სიმშვიდე, მას გამოიყვანს ყოფიდან ეს სიმშვიდე, ხო და ეს სტაბილურობა. და ხა როცა მამაკაცი მაგალითად ვენერა კურო
მისთვის თავარი არის რა ურთიერთობებში რო ვართ და აქ იყოს ჰარმონია და იქ ზედმეტი ძაფრი შეგრძნებები ეს უკვე სტრესი არის მისთვის ხო თუ არ ჩავთვლით ხო გეუბნებით ისე ხა ვენერა პლუტონის შეერთება არ ექნება მაგრამ ოპოზიცია ქონდათ მაგალითად წინა პერიოდში კვადრატურა ოპოზიცია შეიძლება იყოს ვენერა კუროსთან მაგალითად და აქ უკვე შემოდის ეს პლუტონური რომ ესე მინდა სიმშვიდე მაგრამ ის რაღაცას გამოვიტანო ურთიერთობიდან მინდა ხო ის რაღაც ფსიქოლოგიური სიღრმე მინდა გამოვიტანო ის დავინახო რასაც ხვები ვერ ხედავენ ხო ის უკვე შემოდის ტენდენცია მაგრამ ამას შედავიან ფორმებში უნდა იყოს ეს ყველაფერი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ვენერასთვის. ასევე ესთეტური მხარე ვენერა კუროსთვის ეს არის გემრიელი საჭმელი, გემრიელი ლამაზი სტაბილური გარემო, ფინანსური სტაბილურობა, აი ესთეტურად ვენერა ხო აქ იშლება ძალიან კარგად, ხო აი რომ უნდა იყოს ყველაფერი, უნდა იყოს ლამაზი, უნდა იყოს ბუნებრივი, მაგალითად უყვარდეთ ისე ლამაზად გაწყობა ან სახლის, საცხოვრებლის, ან ლამაზი უნდა კონდეს ყველაფერი, ხო? და ქალის ესე არის ვენერა კურო. შეიძლება ძალიან კარგი გორმანები იყვნენ ვენერა კურო ქალები, შეიძლება ძალიან მომხიბლელები იყვნენ, როცა ნატურალურები არიან, ბუნებრიობა მათ უხდებოდეთ ძალიან, ხო? მშვიდობიანი იყოს ქალი ვენერა კურო ესეთი მაგალითად, ხო? ოღონდ რა თქმა უნდა, აი პოტენციურად ძალიან შეეწყობა ვენერა კუროში კირჩხიბს ძალიან შეეწყობა ამავე დროს ვენერა კურო აი მოდით ისე რომ თქვათ კიდევ კირჩხიბთან იდეალური თანხwebdriver ძალიან შეეწყობა სხვათა შორის ვენერა ქალწულსაც რაღაცა კუთხით იმიტომ რომ ორივე მშვიდი ისე სტაბილური ენერგია არის თუმცა აქაც ვითვალისწინებთ აუცილებლად სახლს და ასპექტებს, ხო? მეორე სახლში ვენერა სხვათა შორის ეს არის ფინანსების სახლი, ეს არის სურვილების სახლი და ეს არის თვითგამოხატვის სახლი და როგორც წესი აქ ვენერა ძალიან პოზიტიურად ავლენს თავს, რაც არ უნდა იყოს ფინანსური შესაძლებლობები, ადამიანს შეიძლება ქონდეს ხელოვნების გზიდან აი ძალიან ლამაზ რაღაცებს ხელნაკეთებს აკეთებდეს და აქედან კონდეს ფინანსები. შეიძლება მისი საუბრის მანერა არის ძალიან კარგი, თვითგამოხატვა ხო ყელის ჩაკრას ეძახით მეორე სახლს, რა შეიძლება ფულს აკეთებინებს, ან რესურსები აქვს, შემოქმედებითი რესურსები აქვს ძალიან ესეთი ვენერა სტილის და აქ უკვე იღებდეს მე შემოსავალსაც გარკვეულწილად ხო ანუ ამეთი ვუყურებთ ხოლმე ვთქვათ მე იქ მართველებს ყველაფერს და აქ უკვე ზუსტად ხედავთ რასთან არის ეს კავშირი აი ეს რესურსები ამ ვენერას როგორ უკავშირდება ხო რა ნიშანში არის უკვე ვენერა ახლა ვენერა როდესაც არის ტყუპებში ეხლა ვენერა კურო და ვენერა ტყუპები არ ვიცი სხვადასხვა ტყუპები მეგობრებო ეს არის ინტელექტი ეს არის ინტელექტუალიზაცია, გრძნობები მოდის, ემოცია მოდის, სიმპათია მოდის, როცა ინტელექტს ხედავს. კაცი იქნება თუ ქალი იქნება, ეს არის, რომ მე აი გარინდებული ვუსმენ ვიღაცა როგორ ლაპარაკობს მაგალითად, ხო მე ან თვითონ რო ლაპარაკობენ ძალიან მომხიბლელები ხდებიან, ძალიან გავს ვენერა მერკურის შეერთება. სხვათა შორის, აქაც იგივე ხდება, რომ ძალიან მომხიბლელად ლაპარაკობს ადამიანი, უხდება საუბარი და გარკვეულწილად ვენერა ტყუპები ეს არის ინტელექტუალიზაციაც ამავე დროს გრძნობების რომ აი მე სადღაც მჭირდება საუბარი ურთიერთობა რომ აქ გავიშალო გრძნობებში გავიშალო და ზოგადად ტყუპების ზედაპირული არის იქ მესამე სახლის რო ავიღოთ ხო ეს არის ზედაპირულობა ეს არის იმპულსურობა აი უცებ მომეწონა ხა აღარ მომეწონა აღარ მაინტერესებს გარკვეულწილად დავიკმაყოფილე ის ცნობის მოყარეობა ტყუპებს რაც ახასიათებს და უკვე ამოვწურე თემა მაგალითად ეს შეიძლება იყოს ამიტომ როცა ახლა პირად ურთიერთობებში უყურებენ ხოლმე ვენერა ტყუპებს ხო და ამ დროს აქეთ ან ვენერა მორიელი არის ან პლუტონიანელი ვენერა არის ხო ეს მისთვის გარკვეულწილად შეიძლება გამოიხატოს როგორც არასერიოზული პარტნიორი მაგალითად. თუ არის ჰარმონიულად ასპექტირებული ესეთი ადამიანის უნდა აი ქალი თუ არის ვენერა ტყუპებში, სულ უნდა მოხიბლო კომუნიკაციით, საუბრით მაგალითად, ხო? უნდა მოხიბლო საინტერესო ისტორიებით. ან უბრალოდ ვენერა იშლება ძალიან კარგად, როცა ადამიანი სულ ვიღაცებს ხვდება
ლაპარაკობს, მას სიამოვნებას ანიჭებს კომუნიკაცია, ურთიერთობები, ინფორმაციის მიღება და ძალიან ბევრი ჟურნალისტი არის სხვათაშორის ვენერა ტყუპებში, როდესაც მათ უხდებათ ლაპარაკი, უხდებათ ინფორმაციასთან ურთიერთობა და იმიტომ რომ ეს ესტეტიზმია, ხო, ვენერა გვიხდება. ანუ ლამაზები ვჩანვართ, სადაც ყავს, ხო, ვენერა ეს ენერგია არის. რაც არ უნდა დაზიანებული იყოს ხო გეუბნებით, მაგრამ ზოგადად ცალსახად ეხლა აქაც ასპექტის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ დიდად რო გითხრათ, რომ ან ერთგული, ან სტაბილური იყოს ეს ვენერა, არა, მას ის სულ საინტერესობაში უნდა ჩააგდო. ყველაზე გავრცელებული არის კაცებისთვის ვენერა ტყუპი, მასზე ბევრად ინტელექტუალი პარტნიორი ჭირდება. ძალიან ჭკვიანი ან ძალიან განათლებული და აი სულ რა ხრთოვანებული ვიყო მისი ინტელექტით, ან ხო გეუბნებით ვენერა მერკურის შეერთებას მსგავსზე მუშაობს, როცა პარტნიორულ ურთიერთობებზე ვლაპარაკობთ, ხო, რომ აი მე სულ მოთხოვნილება მაქვს კაცებს უფრო ესე აქვთ, რომ ხალი უნდა იყოს ჭკვიანი. ანუ მე მომწონს ჭკვიანი ქალები. კლასიკურად ეს არის ვენერა ტყუპი. ოღონდ თუ არის დაზიანებული შეიძლება თვითონ უჭირდეთ ესეთ ჭკვიან ქალებთან ურთიერთობა. შეიძლება ახლა აქ სატურნი არის მაგალითად ან შავი თვარე არის ან ზოგადად რა რომელი ავიღოთ, ხო? აი რაღაც დაზიანებული არის. შეიძლება ვერ ვკაჩავს ჭკვიან ქალებს. ან ჭკვიან ქალებთან რაღაცნაირად თვითონ არა აქვს. აი ვერ გებულობს შეიძლება რა ხდება ამ ურთიერთობაში. ან პირიქით სულ მოხიბლული არის ამ ინტელექტით, მაგრამ თვითონ ვერ აწარმოებს ამ ინტელექტს, ხო? გარკვეულწილად და სულ მსმენელის რანგში იყოს და მე ეგეც წინდება მაგალითად, ხო? ის ცუდ ვერსიას ვამბობ. კარგი ვერსია ეს არის ადამიანი, რომელიც პარტნიორულ ურთიერთობებში ძალიან ბევრს სწავლობს. ძალიან ბევრ ახალს იგებს მაგალითად, ხო თუ არ არის იქ დაზიანებული. მესამე სახლში მუშაობს ეს, რომ მომხიბლელი არის ადამიანი სწავლაში, სულ უნდა რომ რაღაცა ისე მომხიბლელი არის, რომ რამდენი რამე იცის, მაგალითად, რამდენი რამე აინტერესებს, რამდენი ინტერესის სფერო აქვს, აქ შეიძლება აი ეს ვენერა მესამე სახლში ესე გამოვლინდეს. ან ადამიანი, რომელსაც მაგალითად ძალიან ნათესავებთან რაღაც ძალიან კარგი ურთიერთობა შეიძლება ქონდეს, ან პირიქით, ახლა აქ იყოს დაზიანება მაგალითად და აქ პირიქით პრობლემები იყოს, თუმცა ვენერა ესე მკვეთრად ნეგატივს ვერ იძლევა მაინც და მაინც, ხო? და მერკურთან ეს მაინც ინტელექტუალიზაცია არის, ძალიან გავს ვენერა ქალწულს. ამითი რომ ქალწული უბრალოდ 7-ია, ტყუპები ძალიან შფოთიანი არის, ზედაპირული არის, სულ ზევით სადღაც დაფრინავს, ხო, გარკვეულწილად და სიღრმეში ვერ მიდის, ესე ვიძახით, ოღონდ შეიძლება ახლა იქ ისეთი ასპექტები იყოს, იქ თვარე ყავდა ეს პლუტონიანური ან რაღაცა და მიდის სიღრმეში, მაგრამ ვენერა მაინც ეს არის მე რა ესტეტური ნაწილი მაქვს, ხო და ეს უნდა იყოს კომუნიკაცია, ურთიერთობები. სიამოვნებას მანიჭებს რაღაცების მოსმენა, ისე ვამბობ, ახლა წინასე მთვარე ტყუპებზე რომ ვთქვი, რომ ემოციურად უნდათ რომ რაღაცას უსმენდნენ, ვენერა ტყუპები ან მესამე სახლი ან მერკურთან ერთად სიამოვნებას ანიჭებს, თუნდაც რაღაც ჩემნაირი ასეთი ვიდეოების მოსმენა, ხო, გარკვეულწილად. აი ეს შტრიხი აქ შეგვიძლია დავინახოთ, ხო? ახლა ვენერა კირჩხიბი ძალიან განსხვავდება აქ, აი ვენერა კირჩხიბი და კუროთქო რატო ვთქვი, იმიტომ რომ კირჩხიბი ეს არის შინაგანი გრძნობელობა, მიჯაჭულობისკენ მიდრეკილება. ახლა ვენერა ტყუპი და ვენერა კირჩხიბი ერთად იქნება კატასტროფა, მაგალითად, იმიტომ რომ ესე ვამბობ ახლა თორემ მანდაც ხო გეუბნებით, ვერად რუკას აქვს მნიშვნელობა. ვენერა კირჩხიბი ეს არის ძალიან მეოჯახეს ვეძახით, ოღონდ ახლა აუცილებლად კერასახში იჭდეს. მეოჯახეობა არის, რომ მე ინტენსიური ისეთი ემოციური ურთიერთობა მჭირდება. აი ჩახუტება, მოფერება ხშირად უნდათ ხოლმე, მთვარე ვენერაც მსგავსად არის. მე ემოციურად მინდა გავიხსნა პარტნიორთან, ემოციურად გავიშალო პარტნიორთან, ხო? მე მინდა რომ უხმოდ გრძნობდეთ ერთმანეთს. აი სურვილები ვენერა კირჩხიბის, ეს არის აქ ხშირად ამბობენ ხოლმე რომ ამ ასეთ ქალს საჭმელების კეთება უყვარს, ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს. არ არის მარტო ეს, შეიძლება იყოს რომ მე უსაფრთხოდ მინდა პირად ურთიერთობებში ვიგრძნო თავი, ჩემთვის მთავარი ესტეტური ნაწილი ეს არის გრძნობები.
ემოციების გაცვლა ხდებოდეს, ჩახუტება მოფერება ხდებოდეს, პირადი ურთიერთობები, როდესაც მე აქ არ უნდა მქონდეს აგრესია, დაძაბულობა, ნეგატივი, სენსიტიური არის ესეთი ვენერა ძალიან, გრძნობებში სენსიტიური არის. აი თუ ვენერა ვერძი, ახლა შემტევია და უხეში არის, ეს ძალიან დასტრესავს ვენერა კირჩხიბს, მაგალითად ემოციურად და მიჯაჭულობებიც ახასიათებს. ეს არ არის ვენერა ტკუპი, რომ დღეში შეიძლება 5 შეყვარებული ყავდეს და მე არც ერთი აღარ მოწონდეს. პირობითად ვამბობ, ეს არის ზედაპირულობა. დღეს ეს მომწონს, ხვალის მომწონს. მარსი ტკუპიც ეგეთი არის გარკვეულწილად. ზოგადად ესეთი ზედაპირული, ანუ ცოტა ისეთი დამოკიდებულება გარემოზე. ვენერა კირჩხიბი ესეთი არ არის. მას ემოციები ჭირდება, მას ერთგულება ჭირდება, მას უსაფრთხო გარემო ჭირდება. გრძნობებში იხსნება, როცა უსაფრთხოება არის, როცა მასთან არ შემოდიან რაღაცა ცოტა უხეშ კონფლიქტურ გარემოში, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ვენერა კირჩხიბისთვის, გრძნობები, დაცულობა, ოჯახის განცდა, რომ მე შენთან ვარ და შენ ჩემი ოჯახი ხარ, თუნდაც ვარ ერთი წელი, შენ ჩემი ოჯახი ხარ, მე არ გიკმენ, არ ვიქნები შენთან აგრესიული, შენ ემოციებს თავს არ დავესხმევი სიტყვაზე. და თორე ძალიან იკეტება ესეთი ვენერა შემდგომ და გარკვეულწილად ვენერა მეოთხე სახლშიც მსგავსი არის ადამიანი, რომელსაც ემოციური მოთხოვნილება აქვს, მაგალითად იყოს აი უსაფრთხო გარემოში, იქ იშლება, ხო, აი რაღაც გრძნობებში იქ იშლება. არიან პასიურები, სანამ არ იგრძნობენ თავს უსაფრთხოდ, სანამ არ იგრძნობენ თავს აი შინაურულ გარემოში, ხო, გრძნობებში აქ იშლება ეს ვენერა, მთვარე ვენერა შეერთებაც ეს არის და სხვათა შორის კვებითი პრობლემებიც არის გარკვეულწილად, იმიტომ რომ შეიძლება იყოს, რომ ჩემი ემოციურობა იმდენად დიდი არის, ქალური ენერგია იმდენად დიდი მაქვს, რომ გარკვეულწილად ან საკვებზე მქონდეს მიდრეკილება, ან სითხის დაგროვებაც კი ხდება, მთვარე სითხეები არის ჩვენთან და ვენერა, ახლა ნუ ვიზუალური, ქალური მხარე არის უფრო. კარგი ის არის ქალებში, რომ ეს არის დიდი ქალური, ორი ქალური პლანეტა ერთად ხდება შეერთებაში. აი დედობა უხდება, ესტეტურია, ქალურია, რაც არ უნდა იქ მარსიანული მზის ენერგია ქონდეს გადაჭარბებული. როცა ხედავ ტრიგონს ვენერა მთვარის მაგალითად ან შეერთებას, აქ უკვე ხედავთ, რომ ეს ძალიან აზია, ქალურია, ფემინური არის ესეთი ქალი მაინც, ხო? და იქ ბავშვის გაჩენა იქნება, იქ დედობა იქნება, რომ უხდება ადამიანს. ნეგატიურ ასპექტში პირიქით ეს არის, რომ მე რაღაცნაირად მიჭირს ქალური ენერგია დავიჭირო, არ მომწონს ქალური ენერგია. ბავშვთან დაკავშირებითაც შეიძლება აი, ნუ აი ეს ესეთი ქალური ფუნქციები მაინც მათი არ იყოს, არ სიამოვნებდეთ, უბრალოდ ან უბრალოდ ჯანმრთელობის აი ჰორმონალური პრობლემებიც ქონდეთ, ხო, აი თუნდაც ორსულობაში განსაკუთრებით ქალებთან ეგრე არის, იმიტომ რომ მთვარე ეს არის დედის ენერგია, ვენერა არის ესტეტური ენერგია. ყველაზე გავრცელებული ვენერას ნეგატიური ასპექტი მთვარესთან, დედა არასდროს არ მეუბნებოდა, რომ ლამაზი ვარ. ან დედას არასდროს არ მოვწონდი, ან არ მოწონდა როგორ ვიცვამდი, ან არ მოწონდა როგორ ვიქცეოდი და აქ ქალურობის კომპლექსი შემოდის, რომ მე არ ვარ საკმარისად ან ლამაზი, ან მომხიბლელი და მე ეს პატერნი მთელი ცხოვრება უვითარდება და მე თერაპიულად პირად რუკაში ეს თუ არის, ამაზე ვმუშაობთ ხოლმე, რომ აი ეს გახსენება მოხდეს, გადატრანსფორმირება მოხდეს, მიღება მოხდეს ამისი, მაგალითად, რომ და სხვაგან იყო საერთოდ და ეს სხვაგან იყო და აი აქ ხდება ხოლმე მე აი ამ ფსიქოლოგიურ კურნალობას რო ეძახით, ეს ასპექტი ძალიან კარგად მიგვანიშნებს ამას. ვენერა ლომის ზოდიაქოში, ან მეხუთე სახლში მაგალითად, ან ნუ მზესთან შეერთებაშიც ცოტა სხვანაირად ვლინდება, მაგრამ დაახლოებით ეს არის. ვენერა ლომში სხვათა შორის ცეცხლოვანი ენერგიას ვეძახით, ვენერა ლომს, ცეცხლოვანი არა ვერძლად, ვერძით ვარი ახლა ხმა ემოციების სწრაფად ფეთქებადი არის ეს ვენერა, ლომი არ არის ფეთქებადი, ეს მაინც ესეთი სტაბილური ნიშანი არის, ეს არის მაგალითად უყვარს ძალიან ჩანდეს ხალხში, მაგალითად შეგვიძლია, ან შეიძლება უყვარდეს სითფოს გამოხატვა, ვენერა რა არის გრძნობების გამოხატვა, ლომი ეს არის სიყვარული, სითფო, ბავშვები უყვარს ძალიან, ოღონდ ერთჯერადად.
უცები თამაშეთ და წავედი სცენიდან თემა არის ვენერა ლომი აი ვენერა კითხივი თუ აი ჩაჯდება ბავშვებში და იქ იზრუნებს მოვლის ვენერა ლომი ეს უფრო ესეთი არის გამოჩდი და გავედი სცენიდან ხო ეს ცოტა იმპულსური ესეთი ცეცხლოვანი ენერგია არის ვენერა ლომი ეს არის ამავე დროს ძალიან თეატრალური ენერგია თამაშს კი არ გულისხმობ აი თუნდაც სხვათაშორის სამსახიობო სფეროშიც ვენერა ლომში შეიძლება ყავდეს ძალიან ბევრ ქალს ყავს ვენერა ლომში სცენაზე კონცერტებზე მაგალითად ეს თეატრის ეს არის აი ლომში თუ ყავს მაგალითად ბევრი პლანეტა კაცი არის თუ ქალი არის სცენა მუსიკა ან თეატრი აი უფრო ამასთან არის კავშირში ხო აი უყვარს ვენერა ლომს ღიად გამოხატოს რასაც გრძნობს ვერძისგან განსხვავებით ცოტა ესე პირდაპირ არა მაგალითად და იმპულსურად ხო ლამაზად აი ესე უყვარს ლამაზად გამოხატვა საკუთარი გრძნობების არ უყვარს დაფარვა და დამალვა ვენერა კირჩხიბისგან განსხვავებით და ვენერა თევზებისგან განსხვავებით რასაც გრძნობს იმას არ დაფარავს ის უნდა ჩანდეს მას აი ცოტა ისეთი რაინდული ტიპის ვენერა მშულდოსანს გავს აქ რაინდული ტიპის ვენერა არის რომელიც უნდა გამოხატავდეს ადამიანი თავის გრძნობებს ღიას ახლა იქ პლატონურად ვიღაცა რაღაცას გრძნობს ეს ვენერა ლომს მაინც არ აინტერესებს ან თვითონ რაღაც ისეთი ჩაკეტილი იყოს მაინც არა აქ მარტო პირად ურთიერთობებს არ ეხება აქ ეხება თვით გამოხატვა საზოგადოებაშიც მაგალითად ძალიან ხა ჩემი ვენერა გულახდილად რო გითხრათ მე რასაც შემიძლია ჩემ პირად შეგრძნებებზე გელაპარაკოთ თან მეხუთე სახლში მყავს თან თვარეც და ეს არის რომ მე ძალიან მიყვარს სიცილი სიხალისე სითბო ურთიერთობებში და ბავშვებს მაგიტომ მიყვარს რომ კარგხასიც არიან და ერთნაირები ვართ ხოლმე მე და ბავშვები ბავშვებთან რომ ვარ ხოლმე ერთი ის არის ერთი ვიბრაციაზე რო არის რა ყველა რა ძალიან უყვარს ვენერას თამაში გართობა ვენერა ლომს ძალიან უყვარს ხიარულება აცოცხლებს ეს ენერგია აი ვენერა ხო არის ესტეტიზმი და აი უხდება ამ ადამიანს სიცილი უხდება გრძნობების გამოხატვა აი თუ არის ნეგატიური ვენერა შემჩნევია რომ დრამაში არიან დრამატული სიყვარულები რაღაც ესე ოტელოს ტიპის ურთიერთობები და რაღაც ისენი ეს ზოგჯერ ახასიათებს ვენერა ლომს თუ არის იქ ცოტა დაზიანება და თუ არ არის დაზიანება ეს არის ძალიან ამაყი ვენერა ეს არის არ გინდა ვენერა ტიპაჟი ურთიერთობებში და საზოგადოებაში სხვათა შორის ძალიან ვერძიც მშვილდოსანიც და ლომიც ესენი ამაყი ვენერაები არიან ესე რომ ვთქვათ ღიად გამოხატავენ თავს და არ არის ეს რომ აი მე მომერი და ვერ ვთქვი ან მე შემცვა ეს ვენერა თევზი ან ვენერა კირჩხიბი ეს არ არის ამიტომ ასეთ კაცებსაც ვენერა ლომში უყვართ ქალები რომელიც ჩანან რომელიც ანათებენ ესე რომ ვთქვათ, რომლებიც თავდაჯერებულები არიან, ვენერა ლომს კაცს ჭირდება ქალი, რომელსაც აჩვენებს ყველას, უნდა ჩანდეს მისი პარტნიორი, ხა მეუღლე იქნება თუ პარტნიორი იქნება, უნდა ჩანდეს, უნდა იყოს ძვირფასი, უნდა იყოს კაშკაშა მისი პარტნიორი და სხვათა შორის ძალიან დიდსულოვნები არიან, ზოგადად ვენერა ლომში ძალიან დიდსულოვანი არის, სხვა შორის მანქანაზე ესე სულ ატარებ ხოლმე ყველას. სუგზებს უთმობ და რაღაცა ესე რო ხარ რა კეთილად განწყობილი და ძალიან მიკვირს ხოლმე როც არ მატარებენ ხოლმე ძალიან მიკვირს რაღაცა ძალიან ან კაცი რო გამისწრებს თამეჩქარა დავდივარ და ძალიან მიკვირს ხოლმე რომ მისწრებენ ჩემთვის ესეთი კაცი აი ჯენტმენი კაცები უყვართ ან ჯენტმენი აი ზოგადად ცხოვრებისეულად აი რაღაც ღირსება და ეს რაღაცები ვენერა ლომს ძალიან აქვს ხო სერიოზულად აქვს ეს შინაგანად მეხუთე სახლი ვენერას და ზესთან შეერთებაში ვენერას ესეთი არის ღირსეული უნდა იყოს ადამიანი უნდა იყოს ურთიერთობაში მეფური აი ეს არის მნიშვნელოვანი რომ ვენერა ლომს ჭირდება მეფური ან დიდსულოვანი მეფურობა ჩემთვის პირადად აი დიდსულოვნებაში არის ესეთი გამოვლენილი დიდსულოვნება კიდე ეს არის რაღაც აი დიდი
გულით და დიდი იმითი რომ უყურებ გარემოს, რომ რაღაც ეს თან შინაგანი ღირსება რო გაქვს, თან შინაგანი გული რო გაქვს და აი ეს აძლევს იმ სიმდიდრეს თითქოს ადამიანს ემოციურ დონეზე, რაც ეხლა რო წაიკითხოთ ვენერალომში იგივეს გელაპარაკებით ლამის და ეს ვლინდება ხოლმე ვენერალომ ქალებშიც განსაკუთრებით. ეს არ არის ისეთი ვენერა, რომ მას ან ყურადღება არ მიაქციონ, ან არადიდონ ყოველდღე უნდა უთხრან როგორ უყვართ, ყოველდღე უნდა უთხრან რა კარგები არიან, ცოტა დამღლელი ვენერა არის მაგ მხრივ. სხვათა შორის, აი ქალს უნდა აი ესეთი ურთიერთობა, სადაც ის სადღაც ნიშნელოვანი არის, ხო? კაცი უფრო იცით როგორი არის, ცოტა განსხვავდება კაცი ვენერალომი აქვს იმითი, რომ მას ჭირდება ქალი, რომელსაც ის, მოდი ესე ვთქვათ, მართავს, ან გავლენას ახდენს ის. მას ჭირდება დედოფალი, მაგრამ ის მეფე უნდა იყოს ამავე დროს. იქ მერე მარსს უყურებთ. ახლა თუ რაღაც ისეთი მარსი ქალწულში არის, ახლა მან ოცნებები დარჩება ოცნებად. მათ მარსი არის საჭირო, რომ აი ვენერას გაუკაჩოს, ხო ხდებით? აი ესეთ რაღაცებს ვაქცევთ ძალიან დიდ ყურადღებას, რომ თუ არის ურთიერთობა, აქ ვენერა, აი თუნდაც ახლა ლომზე როცა ვლაპარაკობთ, მეხუთე სახლზე როცა ვლაპარაკობთ, მას სიყვარული ჭირდება, გრძნობები ჭირდება, ოღონდ აი ესეთი მეფური, ესეთი დიდი რაღაცნაირი, ხო, რაღაც ესეთი რაღაც მაღალი აღალღირებულებებთან. ვენერა ვერც თუ ჭირდება ძაფრი, ცეცხლოვანი ემოციები და ვნება, მაგალითად, რომ ეს მე გაიბლის სიტყვაზე. ვენერალომს ყოველდღიურად ჭირდება ეს რაღაც მეფური განცდები, ხო? და ხშირად უთქვამთ ჩემთვისაც პირად რუკაში ვენერალომებს, რომ აი რა არის დამახასიათებელი, ხო? აი რო ჩააცვა დედოფლის კაბა, ქალ ვენერა ლომს, ან გაიყვანო სამეფოში, ადგილებში, ისე იგრძნობს თავს როგორც სახლში. ეს მისთვის ოკეი არის. სხვა შეს მარსი ლომის კაცებში მსგავსი არის, იმიტომ რომ კაცი მარსიანული ენერგიის არის. მაგრამ აი ეს არის აი ესეთი, სხვა შეს ზოგ შეიძლება ახლა ვენერა ლომში მეორე სახლში აქვს. ფუფუნების სიყვარული იყოს, სიმდიდრის სიყვარული იყოს, ოღონდ არა ფულის, ეს არის აი რაღაც ესეთი გრანდიოზულობა, რომ უყვარს. ხა იუპიტერი თუ გვერდზე არის, ხო საერთოდ ეს არის, რომ დიდი ის მინდა სილამაზე, დიდი გარემო მინდა ესეთი ლამაზი, ხო, მდიდრული გარემო, ამასაც აქვს ხოლმე აქვს მნიშვნელობა. მზელი რიტმის, ვენერას შეერთება, აქ ცოტა სხვანაირად ვლინდება, იმიტომ რომ მზეში თან დგავს გარკვეულწილად ვენერას და შეიძლება გამოვლინდეს რაღაც ცოტა ნარცისული ველიც, განსხვავებით ვენერალომისგან, რომელიც აქ ნარცისულობა ნაკლებად, მზესთან შეიძლება ან ნარცისული ველი იყოს, ან თუ დამწვარ ვენერას რო ეძახიან, საკუთარ თავით ტკბობას შეიძლება გამოვლინდეს, ან კარგ ვარიანტში ეს შეიძლება იყოს, რომ თვით გამოხატვა, რამდენადაც მეცნობიერად თავს გამოვხატავს, ჩემს სურვილებს უკმაყოფილებ, ჩემი ვენერაც იშლება ესე, ხო, გარკვეულწილად, რაღაცნაირად სიამოვნებას ამეთი ვიღებ, ხო, როცა მე ჩემს სურვილებს უკმაყოფილებ თვით გამოხატვაში ვარ. აი დაახლოებით ეს არის ხოლმე ვენერა ლომის ზოდიაქოში, ახლა ერთ ქალწულსაც გეტყვით და მე უკვე შემდეგ ვიდეოში შემოგთავაზებთ დანარჩენ ნიშნებს. ძალიან კი გაგვიქცევდა საათზე მეტი საუბრობთ, მაგრამ ზოგისთვის შეიძლება მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო იყოს. ვენერა ქალწული ძალიან განსხვავდება ამ ყველაფრისგან, ეხლა ჩვენაც ვილაპარაკეთ, ეს ინტელექტუალიზაცია არის ამავე დროს გრძნობების, ასევე ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ ვენერა ტყუპებისგან განსხვავებით, სუფთა ინტელექტი არის, ინფორმაციული ველი არის. ვენერა ქალწული ინტელექტუალიზაცია როგორ არის? ის პრაგმატულობის თვალსაზრისით მაწყობს, არ მაწყობს. ეს ლამაზია ფორმებში, დეტალებში არ არის ლამაზი. ერთი შაბლონი გვაქვს, რომ ვენერა როცა არის ქალწულში, კაცი არის თუ ხალი, ძალიან მომხიბლელები არიან, ძალიან ლამაზები არიან, დაწყობილი, აი ესეთი ფორმები აქვთ, აი ვიზუალური დალაგებული, სუფთა, ქალებიც, რაღაც აი ლიკა ქავჟარაძე იყო მაგალითად ვენერა ქალწული
და ის რაღაც ბავშვური კი არა, ის სუფთა სილამაზე რო ამბობ, მე ხოლმე რაღაც ნატურალური სილამაზე აი ეგ მოაქვს ხოლმე ვენერა ქალწულს და ძალიან ლამაზები არიან, მეც მივად რომ აქ ვენერა ქალწულებთან ურთიერთობა ძალიან მომხიბლელები არიან, უმეტესად ქალები თუ რაღაცა სასწაული არ ჭირს ამ ვენერას, ძალიან ლამაზები არიან ხოლმე. შეიძლება ხა რაღაც დახატული არ იყოს, მაგრამ აი ისეთი შარმი კონდეს, რაღაც სისუფთავის, ესტეტიზმის, მაგალითად, აი ეგ ვენერა ქალწულს ძალიან გამოკვეთილად ახასიათებს. კაცებიც ხა თუ ვენერა ქალწული იყო ლენდელონიც და დალაგებული, დაწყობილი ნაკვთები აქვთ ხოლმე, გამოკვეთილად. ეს არის. მეორე, ნეგატივი რა შეიძლება იყოს? პარტნიორში ეძებდნენ სულ idеალურ ფორმებს. აი, ზოგს ვთქვამთ, ჩემთვის ხათაშორის ახლა ლილით ქალწულებსაც ზოგჯერ ახასიათებთ ეს დეტალებზე, არა გადაჭარბებული ყურადღება და შეიძლება გამოვლინდეს, რა იცით, რა პარტნიორი მომეწონა, მაგრამ მისი ფრჩხილი არ მომეწონა, თითი ქონდა ულამაზო და მორჩა და იბლოკა. ან საკუთარი თავი არ მოწონდეს, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილი არ ქონდეს, ერთი დეტალი არ ქონდეს ლამაზი. ანუ ეს არის ფაქტიურად ზედმეტი კონცენტრირება დეტალებზე, ზედმეტად იდეალიზირება სილამაზის, ზოგჯერ ესეც ვლინდება ხოლმე, ეს სწორი ფორმების. მაგალითად შეიძლება გამოვლინდეს, რომ პარტნიორი მყავს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზია. მაგალითად ქალებს ახასიათებთ ხოლმე ლამაზ კაცებზე გაგიშება. მერკური, ვენერაც დაახლოებით ესე შეიძლება იყოს, რომ აი ცოტა ესე ტკბებოდეს ადამიანი, ან ლამაზი ქალით, კაცი, ან თავისი ლამაზი ფორმები და ყველაფერი ლამაზად უნდა ქონდეს. ხო, ეს არის ქალწულური ხასიათი, დეტალები, როცა შემოდის ძალიან პირად ურთიერთობებში. ანგარებიანი პირადი ურთიერთობებით შემოდის, იმას კარგი სახლი აქვს, კარგი სამსახური აქვს და შემიყვარდა. და მართლა რო უთხრათ, მართლა შეუყვარდათ, იმიტომ რომ გვიყვარს ვინ, ახლა მე მერწყულზეც გეტყვით, ხო? ახლა თუ ჩვენ თანამოაზრეები ვართ და მეგობრები ვართ, მიყვარს. ეს არის ვენერა, სად გვიყვარს, ხო? პარტნიორი ან რა სიტუაციაში მომწონს მე? მაგალითად ხო რაღაც მითავდება უკვე დრო და აი ამას ვაქცევთ მე მათ ყურადღებას რომ აი შემიყვარდა ისეთი ადამიანი რომელიც ძალიან პრაგმატული არის ან ძალიან ლამაზი არის ან ძალიან სარგებლის მომტანი არის ხო ან რაღაც ჩემთვის საჭირო არის მამაკაცია თუ ქალი არის ჩემთვის მომხიბლელი არის და მაგითი შემიყვარდა. ანუ გარკვეულწილად ეს სიყვარული და პრაგმატულობა ან მაწყობს არ მოწყობს ან ლამაზი არ არის ლამაზი ერთად არის ეს გარკვეულად შემოსული, ხო? ერთ სიბრტყეში შემოდის აქ და მეექვსე სახლიც გარკვეულწილად ხო შეიძლება სამსახური არის მეექვსე სახლი და შეიძლება აქ ვენერა იშლება ძალიან და ყველას მოწონვარ და კარგი სამსახურები მაქვს მაგალითად. მაგრამ აქ შემოდის მეექვსე სახლური, ანუ ქალწულური დეტალებს აქცევს ყურადღებას ადამიანი რუტინა მისთვის მნიშვნელოვანი არის. ძალიან და ნუ მერკურთანაც რაც გითხარით ინტელექტუალიზაცია გრძნობების ძალიან ხო მაწყობს არ მაწყობზე აქ გავჩერდები იმიტომ რომ ჩემ ტელეფონი ვითიშები მალეო დავიღალეო და იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს ნაწილი დანარჩენს შემოგთავაზებთ აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები მოიწონეთ და ჩაწერეთ რაც გაინტერესებთ შემდეგი ვიდეოსთვისაც რომ გავითვალისწინო მაგალითად და გემშვიდობებით მეგობრებო იმედია რომ ძალიან ბევრი ისეთი რაღაცა გითხარით რაც მაინც არ იყო თქვენთვის ცნობილი ან იყო და კიდევ უფრო დაგაფიქრეთ ამ ყველაფერზე და წარმატებები ბევრი თქვენ დროებით